ნაძვის ხეები, საჩუქრები, საახალწლო მოსართავები, ქალაქების ქუჩებში ხალისიანი ფუსფუსია. ყველა ჩქარობს საქმეები დაასრულოს და ჩაოლილი რთული 2025 წელი შეაჯამოს. 2025 წლის 27 დეკემბერს რუსეთის გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფების ხელმძღვანელობის ერთ-ერთ პუნქტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასა და საჯარისო გაერთიანებების მეთაურებთან წლის დასკვნითი თათბირი ჩაატარა. С руководством генерального штаба и командующими группировками войск. Хорошими темпами, действительно. მართლაც კარგი ტემპებით ხორციელდება სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის ოლქების სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხო ზოლის შექმნა. Днепропетровской области. დონბასსა და ზაპოროჟიეს ოლქში შეტევა საბრძოლო ურთიერთშეხების ზოლის მთელ გაყოლებაზე მიმდინარეობს. რუსეთის ჯარები უკრაინის სამხედრო ფორმირებებზე ზეწოლას აძლიერებენ. Но сегодня, судя по темпам, которые მაგრამ თუ კი იმ ტემპებით ვიმსჯელებთ, რაც საბრძოლო ურთიერთშეხების ზოლზე შეინიშნება, დღეს თითქმის ნულის ტოლია ჩვენი დაინტერესება უკრაინის სამხედრო ფორმირებების იმ ტერიტორიიდან გაყვანაში, რაც ჯერ კიდევ უკავიათ, სრულიად სხვადასხვა მოსაზრებით. ბოლო თუ კი კიევის ხელისუფლებას საქმის მშვიდობიანად დასრულება არ სურს, მაშინ ყველა დასახულ ამოცანას სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში სამხედრო გზით შევასრულებთ. желают закончить дело миром. Мы решим все стоящие перед нами задачи в ходе специальной военной операции вооруженным путем. მოგესალმებით, კვლავაც არსებითზე. არსებითზე, იგორ გიორგაძესთან ერთად. На фоне бесспорных успехов вооруженных сил России უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რუსეთის ჯარების უდაო წარმატების ფონზე ეგრეთ წოდებული მსურველთა კლოაკის ქვეყნების საინფორმაციო ველი ექსპერტთა შეფასებებით აჭრელდა. იმასთან დაკავშირებით თუ რას ველოდოთ ახლო მომავალში, ამასთან პანიკური განწყობები აშკარად ჭარბობს. панические настроения. Недавние западные დასავლეთის ბოლოდროინდელმა მარცხებმა და შეცდომებმა მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის სამხედრო ოპერაციაში რუსეთის გამარჯვების შანსები. მეტიც, ფსონზე მხოლოდ კიევის დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება როდიდევს, იუწყება Washington Post-ი. მთელი წელი ავიბრძვით. ეს წელი მძიმე იყო, მაგრამ ნუ იდარდებთ. მომავალი წელი ამაზე ბევრად უარესი იქნება. Создается устойчивый აშკარა შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროპას, უფრო სწორედ მის მმართველ ჯგუფს 2025 წლის ბოლოსთვის სუნთქლა დაემღრო გონება და ყველანი ერთიანად შეიშალნენ, ვიდრე მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად ემზადება. все посходили с ума. Пока мир готовится к ეს ევროპელი ბურვაკები ერთხმად განაგრძობენ ხრუტონს და რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყველა თავიანთ უბედურებაში სდებენ ბრალს. президента Владимира Путина во всех своих бедах. It's all because of Putin's seed. Power bills too high to pay. It's all because of Putin hate. Faced with a meal price feels like a scam. It's all because of Putin down. Your taxes fund the war instead. It's all because what Putin said. bureaucrats are on your back. It's all because of Putin whack. Santa robbed your kids this year. It's all because of Putin, dear. No new hope for year ahead. It's all because of Putin dread. It's all because of Putin. 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 Подхрюкивает и призывает პრუტონით მოუწოდებს რუსეთთან ომის თამაშისკენ უკრაინის ომის უკანასკნელ უკრაინელამდე გაგრძელების მთავარი იდეოლოგი ნატოსკენ მდივანი მარკ რუტეც. Марк Рютте. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მკაფიოდ მიგვანიშნა, რომ లేదా საკუთარი ჯარები გაგზავნოს. დღეს სწორედ იმაზე მიმდინარეობს მუშაობა თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს მსურველთა კოალიცია, რა სახის შეიძლება იყოს დისლოკაცია, რა განხორციელდება ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში. ამჟამად სწორედ ამ ელემენტების შემუშავება მიმდინარეობს. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეროვნული სამსახური მხოლოდ მოხალისეებს შეეხება, ხოლო პროგრამის ბირთვით 18-19 წლის ახალგაზრდებისგან იქნება შემდგარი. სერიოზული კრიზისის შემთხვევაში სამხედრო
სამხედრო სამსახური სავალდებულო გახდება. იმას თუ საიდან შეიძლება მოვიდეს სერიოზული კრიზისი, მაკრონი სიტყვითაც და საქმითაც მიანიშნებს. ახალგაზრდების გაწვევის შესახებ განცხადების გაკეთებამდე ის იზერის დეპარტამენტში 27-ე სამთო საქვეითო ბრიგადის დროშის აღმართვის ცერემონიას დაესწრო. ამ ბრიგადას მაღალმთიან რეგიონებში მინუსოვანი ტემპერატურის პირობებში ევალება მუშაობა. ცივჰაერში მუშაობის გამოცდილების აუცილებლობა ამჟამად სხვა ფრანგულ სპეცქვეგანაყოფებზე ვრცელდება. ნატოს თანამშრომლობის ფარგლებში მათ სწავლებებისათვის საკუთარ ცივ პოლიგონებს, როგორც ესტონეთი, ისე ფინეთიც უთმობს. Что ответил в прямом эфире? აი რა პასუხი გასცა პრეზიდენტმა პუტინმა წლის დასკვნით გამოსვლაში ამ ბურვაკების ღრუტუნს ადაღმოვილს. И завывание. Вы знаете, я смотрю на них. იცით, ვუყურებ მათ და თქვენსავით გაოცებული вар. რას მიედმოედება? ძალიან მინდა შევეკითხო, რუსეთთან ომზე რას ლაპარაკობ? აქაო და რუსეთთან ომისთვის უნდა მოვემზადოთ. Премьер-министр Нидерландов. კი, მაგრამ კითხვა ხომ იცით? წაიკითხე შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. Ну что ты говоришь про войну с Россией? Готовят რა წერია იქ? войне с Россией. შეგახსენებ, შეერთებული შტატები ნატოს საკვანძო მოთამაშია. Стратегию национальной безопасности США. Что там написано? США обращают ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს შემქმნელი და მთავარი სპონსორია. ყველა ძირითადი сაშუალება შეერთებული შტატებიდან მიეწოდება. спонсор НАТО. Все основные средства поступают от США. И деньги, и ფულიც, технологии. სამხედრო ტექნოლოგიებიც, შეიარაღებაც, საბრძოლო მასალაც. Основа ყველაფერი იქიდან მოდის. ესაა ბაზა. в новой стратегии безопасности. ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არ განიხილავს რუსეთს როგორც ძირითად мტერსა და მიზანს. В качестве врага, в качестве цели, а генеральный секретарь НАТО готовится ნატოს გენერალური მდივანი კი რუსეთთან ომისთვის ემზადება. კი, მაგრამ რანაირად გამიმართავთ ნატოს ჩვენთან საომრად? თუ კი ნატოს მთავარი ქვეყანა მოწინააღმდეგეთ და მტრად არ გწნობს, არც კი ვიცი, ამას რა უწოდო. აქ პროფესიული მომზადების დონეა არასაკმარისი. როგორც გემდივნის, ისე სხვა ევროპელი ლიდერების საყურადღებოდ ვამბობ. является недостаточным. Надо внимательно относиться к своим обязанностям. Посматривать по сторонам. დაკისრებულ მოვალეობებს მეტი გულისყურით მოეკიდონ და იმასაც გადაავლონ თვალი, რაც მათ გარშე მოხდება. Западных лидеров. Еще в октябре 2020 ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ ვალდაის სოჩში გამართულ 22-ე სესიაზე ევროპაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: პირველი წელიწადი არ არის, რაც სტაგნაციას ვადევნებთ თვალს. საქმე მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ ევროპის ეკონომიკას უდიდეს პრობლემასთან, ბიუჯეტის დეფიციტსა და მზარდ დავალიანებასთან უწევს გამკლავება. საქმე იმაშია, რომ ევროპულ იდენტობასთან დაკავშირებული ფუნდამენტური ელემენტები ქრება. ესაა მთავარი. ხდება ერთგვარი შინაგანი გამორეცხვა. ის ევროპა, რომელიც ყველას ასე გვიყვარდა, ქრება. თუ კი ვლადიმერ ვისოცკის ცნობილი სიმღერის მოსკოვი ოდესა პერიფრაზირებას მოვახდენთ, ევროპაში ყველაფერი ცხადია. იქ ბნელა, იქ გბტ იზრდება და იქ არაფერი გვესაქმება. თუ მაინც გვესაქმება. აი რა განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის დეკემბერში. პირდებით ყველას არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, განსაკუთრებით იმ მილიონ 100,000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს კურსს და ჩვენს სლოგანს მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. Дорогие мои соотечественники, уверен, ძურფასო თანამემამულენო, დარწმუნებული ვარ, ახალი 2026 წლის ღურბლზე თითოეული ჩვენგანი важными проблемами. მთელი ქართველი ხალხის წინაშე მდგომი უმნიშვნელოვანესი პრობლემის გარდა იმასაც უფიქრდება თუ სადაა ჩვენი ქართველების ადგილი ამ ახალ მრავალ პოლარულ მსოფლიოში უსწრაფესად რომ იცვლის სახეს. В мире многополярном. Евролидеры стали ევროლიდერები არჩევნის წინაშე გვაყენებენ, ან ჩვენი ევროპული ლიბერალური ფასეულობებით იცხოვრებთ LGBT-ს მთელი აუცილებელი ნაკრებით. с полным набором უმცროს კლასებში ბავშვებს სექსუალურად აღზრდით, ერთსქესიანი ქორწინებისადმი ტოლერანტობითა და სქესის შეცვლის სხვა სიამტკბილობებით, რასაც საბავშვო ბაღებიდანვე ეყრება საფუძველი და მაშინ გექნებათ დოვლათი და დაუბრკოლებულად შეგეძლებათ ჩვენს ცივილიზებულ ქვეყნებში გადაადგილება. беспрепятственно передвигаться по нашим цивилизованным странам, либо мы превратим вас в изгоев. ან ჟანგბაც გადაგიკეტავთ, გაგრიყავთ და სანქციებით დაგახრჩობთ.
დღეს არსებითად ისტორიული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. სამხრეთ კავკასიის დერეფნები უკრაინის კონფლიქტის შემდეგ რეგიონში გავლენისათვის ბრძოლა მწვავდება. ამ სათაურით წერილი არაბულ სამყაროში პოპულარულმა პოლიტიკურმა გამოცემა ან ნაჰარმა გამოაქვეყნა. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ კავკასიაში გავლენების საზღვრები ახლებურად დახაზონ. უკრაინაში კონფლიქტის შესაძლო დასრულების ფონზე სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და მიმდებარე რეგიონებში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები ამოსალოდნელი. ეს ცვლილებები განპირობებული იქნება იმ ურთიერთობათა ტრანსფორმაციით, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის პერიოდში ჩამოყალიბდა. იგულისხმება პირველ ყოვლისა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, კორიდორების შექმნისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, მომდევნო ეტაპის გადამწყვეტი მახასიათებელი გახდება. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის მარშრუტის მომავალი ჯერაც ბუნდოვანია, რაც სხვადასხვა ვარიაციის შესაძლებლობას ტოვებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს გამოთქვამს თურქეთისა და აზერბაიჯანის იმ ქმედებებით შეშფოთებას, რომელმაც საქართველოს შესაძლოა შავ ზღვაზე გადასატვირთვი პუნქტის სტატუსი დააკარგინოს. ამის შემდეგ თბილისი დღეს არა ნატოსთან, არამედ რუსეთთან, ირანსა და ინდოეთთან კავშირების გამყარებაზეა კონცენტრირებული. რა არის ეს? მინიშნება საქართველოს ხალხს. თუ იმ ანალიტიკოსის დასკვნები, ვისაც საქართველოს ეროვნული ინტერესების არსი არ ესმის. ამ კითხვას ქართველი ხალხის წინაშე საქართველოს მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი და გვინდა გვწამდეს, რომ მთავრობას მართლაც ესმის ხალხის ჭეშმარიტი ინტერესები. მე კი რუბრიკაში პასუხები თქვენს კითხვებზე ვეცდები ჩემი პოზიცია დავაფიქსირო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გაღელვებთ. პროგრამა უკვე დამონტაჟებული გვქონდა, როდესაც საგანგებო ინფორმაცია გავრცელდა. 29 დეკემბერს ღამით კიევის რეჟიმმა ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა განახორციელა. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 28-29 დეკემბრის ღამით კიევის რეჟიმმა 91 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. ყველა უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით იქნა განადგურებული და ზარალებულთა თუ საფრენი აპარატების ნამსხვრევებით მიყენებული ზარალის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა. ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ეს აქცია განხორციელდა რუსეთსა და შეერთებულ შტატებში უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებების მსვლელობისას. მსგავსი დაუფიქრებელი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. საპასუხო დარტყმის მიზნები და ამ დარტყმების მიყენების დრო რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე დასახული აქვთ. ამასთან ჩვენ არ ვაპირებთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებათა პროცესის მიტოვებას. თუმცა კიევის დანაშაულებრივი რეჟიმის გადაგვარების გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე გადავიდა, რუსეთი გადასინჯავს მოლაპარაკებათა ფარგლებში საკუთარ პოზიციას. სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა კი უბრუნდები ჩვენს რუბრიკას კითხვები იგორ გიორგაძეს. Дорогие друзья, во-первых, огромное спасибо. Ძვირფასო მეგობრებო, პირველ ყოვლისა დიდ მადლობას გიხდით ჩვენს გადაცემაში განხილული თემებისადმი ინტერესისთვის. თქვენგან ბევრი კითხვა შემოვიდა. იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით იმას, რომ ამ გამოშვების ფარგლებში ყველას ვერ გიპასუხებთ. ამიტომ ის კითხვები შევარჩიეთ ყველაზე ხშირად რომ მეორდება. მაშასე, პირველი შეკითხვა. Итак, первый вопрос. Врач ექიმ ზურაბ ქუმსიაშვილს აინტერესებს. დღეს, როდესაც რუსეთს საქართველოს ნორმალურ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა მიმართულებით აფერხებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემა. ბატონი იგორის აზრით, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ რუსეთის მიმართ, რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია, რათა რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა შეიცვალოს კეთილმეზობლური პარტნიორული ურთიერთობით. и добрососедские. Прежде всего, правительство Грузии, да и наше общество в целом должно... პირველ ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებამაც და ჩვენმა საზოგადოებამაც ძირფესვიანად უნდა გადასინჯოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების და მათი შედეგების იურიდიული და პოლიტიკური შეფასებები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში 4-ჯერ შეიცვალა ხელისუფლება და არც ერთ ხელისუფლებას არც კი უცდია იმაში გარკვევა თუ ვინ და რა მიზნით მოახდინა ჩვენი ძმათამკვლელი დაპირისპირების პროვოცირება აფხაზებსა და ოსებთან, ვისთანაც საუკუნეების მანძილზე ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, с которыми мы веками жили одной семьей. С самого начала
Главной виновницей всего была назначена ყოველივაში იმ თავითვე რუსეთს დავდეთ ბრალი. აფხაზებსა და ოსებს კი სეპარატისტთა იარლიყი მივაკერეთ. ნათქვამია, ყველაფერში, როგორც გინდათ რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოეკეცით მათ. ეს აზრი აღმსარებლობის განურჩევლად. ყველა იმ ადამიანის ხელმძღვანელი პრინციპია, ვინც მზადაა წინაპართა ტრადიციული ფასეულობებით იცხოვროს. по традиционным ценностям наших предков, вне зависимости от их вероисповеданий. Давайте объективно взглянем на происшедшее. А как мы, грузины, მომხდარს ობიექტურად შევხედოთ. ვნახოთ, ქართველები, საქართველოს ССР-ს სატიტულო ეროვნების წარმომადგენლები, როგორ მოვეკეცით ჩვენს რესპუბლიკაში შემავალ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოქალაქეებს. гражданам этих автономий? სახელმწიფო დონეზე ეს საკითხი თუ განიხილა სამი წინამორბედი და დღევანდელი ხელისუფლებიდან რომელიმემ. Вопросом на государственном уровне. Нет? არა. Мы по наследству მანტრასავით ვიმეორებთ მემკვიდრეობით გადმოცემულ ფრაზებს. აფხაზი და ოსი სეპარატისტები, რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დააბრუნოს. 1993 года, со дня 1993 წელს ქართულ-აფხაზური ომის დასრულებისა და 2008 წელს ნაცისტ სააკაშვილის ბლიცკრიგის ფარგლებში მძინარე ცხინვალზე თავდასხმის შემდეგ ვინმე თუ ჰკითხა აფხაზებსა და ოსებს თუ როგორ აფასებენ მომხდარს. они оценивают происшедшее. К слову, в ближайшее აქვე ვიტყვი, რომ უახლოეს მომავალში ვაპირებ ამ თემას საგანგებო გადაცემა მიუძღვნა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არაერთხელ გამომითქვამს. ჩემს წიგნშიც დავწერე და ახლა მოკლედ გავიმეორებ. коротко повторю и сейчас. В том, что произошло между нами, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს შორის მომხდარში დამნაშავენი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ. виноваты тогдашние ბრალი ჩვენს მაშინდელ ხელისუფალთ მიუძღვის, ვინც ქართული ხალხის ჭეშმარიტი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებდა. და კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ამოვიგდოთ თავიდან ილუზია თითქოს საკმარისია კრემლმა აფხაზებსა და ოსებს უბრძანოს და ისინიც წამსვე მორჩილი კვარებივით დაუბრუნდებიან საქართველოს. ეს არ მოხდება. как послушные овечки вернуться в лоно Грузии. Этого не будет. И с какой стати Россия вдруг станет принуждать ანკერის გამო უნდა აიძულოს რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდნენ საქართველოს, რომლის მოქმედი კონსტიტუციის 78 მუხლი ყველა სახელმწიფო ორგანოს მიუთითებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად ყველა ღონე იხმაროს. в Евросоюз и НАТО. Поэтому не о восстановлении территориальной целостности должны мы рассуждать. ამიტომაც აუცილებელია ვიმსჯელოთ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არამედ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან წარსული ერთობის აღდგენაზე, რისიც გულწრფელად მწამს. ეს ურთულესი და მრავალეტაპიანი პროცესია, რომელიც როგორც დღეს იტყვიან, სენსიტიურ მიდგომას საჭიროებს. Сенситивного подхода. Георгий Ирemадзе, ჟურნალისტი გიორგი ირემაძე, ბზაზა მარუაშვილი, бывший сотрудник, ყოფილი სპეცრაზმელი ერიკ სარინიანი, ყოფილი პოლიტპატიმარი რამას სამნიძე спрашивают, когда კითხვა სვავენ. როდის დასრულდება იგორ გიორგაძის მიმართ გაჭიანურებული სასამართლო პროცესი და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული სამშობლოში თქვენი დაბრუნება, რასაც საკმაოდ ბევრი ელოდება საქართველოში. чего ожидает значительный მოკლედ თუ ვიტყვი, მშობლიურ საქართველოში ჩემი დაბრუნების საკითხი არა იურიდიულ, არამედ პოლიტიკურ სიბრტყეზე ძევს. იმას, რაც ჩემს გარშემო ხდება, იურისპრუდენცია და მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ვითარებას რამდენადმე განმარტავ. 2012 წელს სააკაშვილის ნაცისტების ხელისუფლებიდან გაძევების პირველი დღეებიდანვე მიმართე ამჟამინდელ ხელისუფლებას თხოვნით. სასამართლოს გზით განეხილა ჩემი უკანონო დევნის საკითხი. 4 წელიწადის განმავლობაში ამას ვერ მივაღწიე. ბოლოს და ბოლოს 2016 წელს სასამართლო ჩემი საკითხის განხილვას შეუდგა. საგანგებოდ მინდა გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩემს მიერ ინიცირებული სასამართლო პროცესი უკვე 10 წელიწადია მიმდინარეობს. ამ ხნის მანძილზე სასამართლოს არ წარედგინა ჩემი მხრიდან სამართალსაწინააღმდეგო ქმედების რაიმე, თუნდაც ერთი მოწმობა, თუ მტკიცებულება. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, სასამართლო განგებაჭიანურებს პროცესს, რასაც შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს. ცნობისთვის, იმავე 2016 წელს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ თვენახევარში განიხილა ჩემი საკითხი და საერთაშორისო ძიებიდან ამომიღო. რაკიღა ჩათვალა, რომ ამას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. მას მერე 10 წელია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ადგილობრივ ძებნაში ვარ. ჩემი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ამის პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობს. თუმცა, ჩემს მიმართ უსამართლობა ვერანაირ შედარებაში ვერ მოდის. იმ უსამართლობასთან, რის მსხვერპლიც ჩემი ყოფილი დაქვემდებარებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის
როდესაც თანაყოფ ალფას თანამშრომელი თეიმურას ბაჩო შარაშენიძე გახდა. ეს ადამიანი უკვე მე-20 წელია იტანჯება ციხეში, არ ჩადენილი დანაშაულისთვის. მათ შორის 13 წელი მოქმედი ხელისუფლების პირობებში. მას მართლმსაჯულებაზე მხოლოდ იმის გამო ეუბნებიან უარს, რომ თუკი მის საქმეს განიხილავენ და გაამართლებენ, საიმისოდ კი ყველა საფუძველი არსებობს. მაშინ აუცილებელი გახდება სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების იმ თანამშრომლების გასამართლება, ვინც შარაშენიძე თავის დროზე სააკაშვილის ბრძანებით ციხეში გამოამწყდია და დღესაც იგივე თანამდებობა უკავია. ნათქვამი რომ შევაჯამო, აუცილებელია საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სამართალდამცავი ორგანოებისა და სამართლიანობის სერიოზული რეფორმა ჩაატაროს, რადგან იქ დიდი რაოდენობით დარჩა კადრები წინამორბედი ხელისუფლების დროს უკანონობას რომ სჩადიოდნენ. მთლიანობაში ხელისუფლებამ ძირფესვიანად უნდა გადასინჯოს სამართლებრივი სახელმწიფოს შენების საკითხისადმი მიდგომები. სამართლიანობა ხომ სახელმწიფოს ბურჟია. Шмагил Урсманашвили задает вопрос. შმაგილ ურსმანაშვილი მეკითხება, რა გზით არის შესაძლებელი მინიმალური დანაკარგებით დასავლელი კოლონიზატორებისგან თავის დაზვრენა. ისტორია გვასწავლის, რომ კოლონიალური მონობისგან გათავისუფლება სახელმწიფოსა და ხალხისგან კარგად გათვლილი თანმიმდევრულ პოლიტიკას, ზოგჯერ კი ბრძოლასა და მსხვერპლსაც მოითხოვს. როდესაც ხალხი და მისი წარმომადგენლობითი ხელისუფლება ამისათვის მზად იქნებიან, შედეგსაც აუცილებლად დავინახავთ. Результат обязательно наступит. Вопрос от него же. კითხვა ამავე პიროვნებისგან, არის თუ არა მიზანშეწონილი საქართველოს გათავისუფლება დასავლეთის აგენტურული ბალასტისგან. Вопрос, на мой взгляд, несколько კითხვა некорректный. ცოტა არ იყოს არაკორექტულად მეჩვენება, როდესაც საკითხი უცხო ქვეყნის აგენტურას ეხება, მიზანშეწონილობის პრინციპიდან მისი განხილვა არ შეიძლება. სახელმწიფოსა და მისი სპეცსამსახურების მთავარი ამოცანა გახლავთ ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი დროშის ქვეშ მოქმედი ნებისმიერი მტრული ელემენტების შემოღწევისთვის საიმედო ბარიერი აღმართონ. მით უმეტეს აღკვეთონ სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მათი შეღწევა. И общественные организации. Тимур Майсурадзе, თემურ მაისურაძე, ყოფილი პარლამენტარი, პოლიტოლოგი, ასეთ კითხვას swams. Что бы вы изменили сегодня, если бы в данный момент რაც შეცვლიდით დღეს, რომ საქართველოს უშიშროების მინისტრი ბრძანდებოდეთ? Грузии? С позиции министра სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პოზიციიდან ერთადერთი რის შეცვლაც შეიძლება არის ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების მომარაგების სისტემა. А вот властям Грузии საქართველოს ხელისუფლებას კი ურჩევდი ახალ 2026 წელს სასწრაფო რეჟიმში შეუდგეს აღზრდა განათლების სისტემის კარდინალურ შეცვლას. ეს ეხება როგორც საბავშვო ბაღის, ისე დაწყებით საშუალო და უმაღლეს განათლებას. менять систему начального, среднего. ამისათვის კი აუცილებელია მთლიანად და სამუდამოდ ითქვას უარი სოროსის სისტემაზე, არა მხოლოდ განათლებაში, არამედ საქართველოს ცხოვრების ყველა სხვა სფეროშიც. Образование, но и во всех сферах жизни Грузии. Врач ექიმი გია სულაქველიძე მეკითხება, спрашивает. Когда разрастется лоза моей... როდის ამოიყრის ყლორტებს ოცნების ვაზი. Уважаемый Батоно Гия, спасибо, что прочитали. პატივცემულო ბატონო გია, გმადლობთ რომ წაიკითხეთ ამგვარად დასათაურებული ჩემი წიგნი. გმადლობთ იმისათვისაც რომ ასე ლამაზად და მოგრძალებით მიმანიშნეთ იმაზე, რომ მის გაგრძელებას В ელოდებით. 2026 году у меня ღმერთმა ქნას რომ დამდე 2026 წელს მომეცეს ამის საშუალება და რაც მთავარია, არ მიმატოვოს მუზამ, რომლის გარეშეც შემოქმედება შეუძლებელია. вам мои გმადლობთ ყურადღებისთვის, ჩემო პატივცემულო მაყურებლებო. ვისურვებდი დამდეგი 2026 წელი ყოველი ჩვენგანისთვის, საქართველოსა და რუსეთის ხალხებისთვის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს. მომავალ შეხვედრამდე. встречи.